მოგესალმებით, თქვენ უყურებთ გადაცემას თევზაობის დროს როგორც ყოველთვის. ეხლა ჩვენ ვიმყოფებით საპატრიარქოს ტბებზე, ანუ კრწანისის ტყეპარში, ესე ქვია ეგრეთ წოდებული საპატრიარქოს ტბები, სადაც დღეს ჩვენ ჩავწერთ ძალიან საინტერესო გადაცემას. გადაცემაში მინდა აღვნიშნო, რომ გვეყოლება ძალიან საინტერესო სტუმარი. პირველ რიგში მინდა დავაანონსო, რომ დღეს ვითევზაობთ სპინინგებით და ჩვენ სტუმარს, რა თქმა უნდა, ძალიან მალე ნახავთ ყველანი ერთად. ეხლა მე მინდა სანამ ჩვენი სტუმარი შემოგვიერთდება, რამდენიმე გატარება გავაკეთო და ნახოთ რა ხდება საპატრიარქოს ტბებზე. ძალიან საინტერესო თევზაობა უნდა გამოგვივიდეს წესით რიგით, ამით რაც შეეხება არის ღრუბლიანი, ცოტა წვიმს. მეგობრებო, ეხლა მივახლოვდით ჩვენი გადაცემის სტუმარს, რომელიც დგას უკვე ტბაზე და თევზაობს. და ჩვენი გადაცემის სტუმარი არის საქართველოს სპინინგის ფედერაციის პრეზიდენტი ბატონი ლევან თასაშვილი, რომელიც უკვე ტბაზე დგას და თევზაობს. მოდით მივიდეთ მასთან. ლევან, გამარჯობა ლევან. როგორ ახალ მარჯვენას. კარგად, მადლობა. არის რამე დაიჭირე? გამოვედი და ერთი ჩარტმა იყო. ჩარტმა იყო. შეცვლილა თავობა, კაი ხანია ყოფილი. დღეს ჩვენ საინტერესო საუბრები გვექნება. ხო, ძირითადი თემა ვიფიქრობ, რომ მაინც ბასი იქნება და თავისაუბროთ, ერთმანეთს არ უშლის მომენტი. შევიცვალოთ ადგილი. ნუ თან ვისაუბროთ ძალიან საინტერესო თემაზე. ლევანი იმყოფებოდა კვიპროსზე, სადაც ითევზავა ბაზზე ესეთი თევზი არსებობს, რომელსაც ლევანი დეტალურ ინფორმაციას მოგვაწვდის. ხო, ნუ ბასი ძალიან მაგარი თევზია. კადრები იყოს, კადრებიც მაქვს, რა თქმა უნდა, მაგრამ თვითონ ემოცია არის ისეთი, რომ ვერ გადმოცემ, რა, ვერც სიტყვით, ვერც კამერით, თუ შენ თვითონ არ შეიგრძე ეს ყველაფერი. არის. ჯო, რამდენია? მასასუნ. ით პირა ბასასუნა. მე იქაც ვამბობ რომ კადრებში რომ ეს მარტო თევზაობა არ არის რა, უბრალოდ ეს არის ახალი ქვეყანის ნახვა, ახალი გარემო, რაღაც ახალი შეგრძნებები, იქ ახალი სამზარეულო, ხო? და ეს ყველაფერი ეგზოტიკაა ჩემთვის პირადად და ამასთან ერთად მით უმეტეს მეგობრებთან ერთად თევზაობა, ესეთ მაგარ თევზზე როგორც ბასია, დიდპირა ბასი. რა ვიცი, დაუვიწყარი შეგრძნებებია რა. ამდენი გაუტარე ვიტყვი და გაიძვე რა ეს. არჩი ძალიან ნელი ის უნდა რა ტვიჩი რა. ნელ ტვიჩზე იღებს ბიჭო. ორბიტი 80-იანი. ნელი პატარა ტვიჩი. ეს ბასი ზოგადად ეს თევზზე რო ვისაუბროთ 1-2 ოდესიტყვი. ეს არის ქორჭილისებრთა ოჯახიდან დიდპირა ბასი, large mood bass, ეგეთი. არის შავი ბასი, არის კიდე სხვა სახეობები, მაგრამ ძირითადად გავრცელებული არის ეს სახეობა, ეს ქვესახეობა. მისი ქვეყანა არის ჩრდილოეთ ამერიკა, ფლორიდა და ეს შტატებში უფრო ძალიან დიდ ზომებს იზრდება. ანუ ჩამოყვანილი პოტენციალი. კი, რა თქმა უნდა, ყველგან გავრცელდა ამერიკიდან. ჩრდილო ამერიკის კონტინენტიდან გავრცელდა, იაპონიაში მაგალითად ჩაიყვანა ამერიკელმა ჯარისკაცებმა მეორე მსოფლიო ომის დროს, თუ არ ვცდები. და იაპონია ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა ამ ბასზე სპორტული თევზაობის მხრივ. მთელი საწარმოები, მთელი კორპორაციები შეიქმნა ბასზე მოთევზავე, ანუ ბასის სატყვარებისაც კი. ბასის აღჭურვილობის მთელი ინდუსტრია შეიქმნა ამ თევზის ირგვლივ რა. სადა იყო ახლა. აქ ვიდგა კედელთან. ძალიან მაგარი თევზია სპორტული თვალსაზრისით. ძალიან საინტერესოა, მისი ჭერა, მისი მებრძოლია რა ერთ-ერთ. ანუ რომელ თევზს შეადარებთ ახლა ჩვენებური თევზებიდან დაახლოებით? ჩვენებური თევზებიდან გავს ქარიკლაპიას, აი შეტევებით, ქარიკლაპიასაც ეგეთი აგრესიული შეტევა აქვს, მაგრამ მებრძოლობის მხრივ, ნუ არ ვიცი, ვერავის ვერ შეედრება ალბათ. ვერავინ ვერ შეედრება, უბრალოდ ძლიერი თევზია, ძალიან ძლიერი თევზია. აგრესიული დარტყმებით.
და ანუ საინტერესოა. ზოგადად არ არის ადვილი დასაჭერი, ცოტა ესეთი ფიქრი უნდა და რაღაც ეგეთი რაღაცა. მოდი ვითევზავთ თან და თან ყველაფერს ნახავთ აუცილებლად კადრები, რომელიც ლევონიმ გადაიღო, ჩვენს გადაცემაში აუცილებლად იქნება ექსკლუზიური კადრები, რომელსაც ერთად ნახავთ. ოპა, რაღაც არის. ეს პატარა, ეს ცოტა მოძილია. სიჩქაზე გაიძრა. მაგარია. კედელთან დგანა. ეგრე სიგები. აი ტემპერატურა მაინტერესებს ხა რამდენია წყლის ტემპერატურა ჩვენთან. ნუ ჰაერი 8 გრადუსია დაახლოებით. წყალი უფრო მაინტერესებს რა. მინდა რომ შევადარო იქაურ ტემპერატურას. იქ იყო დაახლოებით 12 გრადუსი, 12-დან 14-მდე მერყეობდა კვიპროსზე. დაინახოთ რა იქნება ჩვენთან. დიდი განსხვავება წესით არ უნდა იყოს რა. ხო და ეგრე არის, აი 11 გრადუსია, 10 და 8. 1-2 გრადუსია სხვაობა. ანუ მე იმის თქმა მინდა რომ თუ მოვესწარით ოდესმე და რაღაც საშუალება გამოჩნდა მაგთევზის შემოყვანის, მე ვფიქრობ, რომ ჩვენ პირობებში თავისუფლად გაიზრდება, ადაპტირებას გააკეთებს, მოახდენს ადაპტირებას, იმიტომ რომ კლიმატური პირობები დაახლოებული არის კვიპროსთან. რაც მე ვნახე და ძალიან ახლოს არის რა. მომდევნო წყალსატევზე მოვედით. აქაც საკმაოდ აწეულია წყალი. ყველა წყალსაცავი ხელოვნურად დაგუგებული. ერთი ან ორი მდინარით, აი ეს მაგალითად ორი მდინარით ივსება. პატარა ხეობები. ეს არის კურისი, ესე ქვია ამ წყალსაცავს. ყველაზე დიდი წყალსაცავია ამ რეგიონში. საინტერესო ყურია. რაც შეეხება კუნძულს, ეგ აღნიშნული ძალიან ლამაზი და ძალიან ეგზოტიკური კუნძულია. მე პირად ძალიან მომეწონა. წყლის პრობლემა აქვს დიდი, რამოდენიმე ათეული წლის წინ ქვეყანამ გადაწყვიტა, რომ უნდა განევითარებინა სოფლის მეურნეობა და ამ კუთხით ძალიან დიდი ინვესტიცია ჩაიდო. და გაამართლა კიდევაც, მაგრამ ამ ყველაფერს სჭირდებოდა წყალი. ანუ მოსარწყავი წყალი, ტექნიკური წყალი, რაც არ აქვს, ხო? არ ქონდათ უბრალოდ. რა ქნეს ახლა? დააგუბეს ეს ხეობები, ეს პატარა მდინარეები, ღელეები, ფაქტურად ღელეები, რაც ვნახე, ჩვენი მდინარეები, რა ვიცი, მაგათთან შედარებით. დააგუბეს, გააშენეს კაშხლები. მე ვიყავი, ესე იგი, ქალაქ პაფოსში და ამ ქალაქის ირგვლივ დაახლოებით 60-70 კილომეტრის რადიუსში დავდიოდით თევზაობით. ამ ქალაქის ირგვლივ იყო 5 წყალსატევი. ძირითადად 5 წყალსატევია, ნორმალური წყალსატევი, სადაც ჩვენ თევზაობდით. ესე იგი, რო შევადარო, ყველაზე პატარა ალბათ არის ჩვენი ალგეთის წყალსაცავის სტოლა. ანუ დააგუბეს ეს წყალსატევები, აწიეს დონე და ჩვენთან რო ზამთარია, ხო, იქ არის შემოდგომა, ასე თქვა და წვიმების სეზონი. მოდის ამ პერიოდში წვიმები, გუბდება, გროვდება წყალი და ამ წყალს მე მოიხმარებ მთელი წლის მანძილზე, როგორც სასმელად, ასე ტექნიკურ წყლად. აი ამ წყალსატევებში დაახლოებით 30 თუ 40 წლის წინ შემოიყვანეს ეს თევზი, ბასი. ამერიკიდან ადაპტაცია ძალიან კარგად განიცადა, გაიარა, შეეგუა გარემოს, გამრავლდა. ეს არის ბასასუნა. აი ეს არის ბასი. უბრალოდ პატარა ბასასუნა. ტიტპირა ბასი. უსედარია. თევზაობა არის ლიცენზირებადია. იხდი ლიცენზიაში 36 ევროს. წლიური ლიცენზია, ანუ კალენდრული წელი. დეკემბერში, ანუ აიღებ იანვარში, დეკემბერში გადის ვადა. აიღებ ნოემბერში, დეკემბერში მაინც გაზდის ვადა. მტკნარი წყლის თევზაობაში ეგრეა. ზღვაზე არ ვიცი, სიმართლე გითხრა, არ დავინტერესებული ვარ ზღვის თემაში როგორ არის. გაზაფხულზე თევზის ამოღება აკრძალულია, იმიტომ რომ ქვირითობს. შემოდგომაზე შეგიძლია წაიყვანო.
აკრძალულია, ყველა წყალსატევზე აკრძალულია ნავით შესვლა. გარდა სპორტსმენი მონიჩებოსდებისა. აკრძალულია ცეცხლის დანთება ბუნებაში. კი და ძალიან სერიოზული ჯარიმებია. ესე იგი ლიცენზიის გარეშე თევზაობაზე არის 5 თვიანი პატიმრობა ან 5000-დან 10000 ევრომდე ჯარიმა. 10000. შესაბამისად არავინ არ დაარღვევს მათ. ხო, კი ბატონო. შესაბამისად, ესე იგი, აი ყველაზე მეტად რა მომეწონა, იცი, აი ნავების აკრძალვა რო არის. ნავი იქ არ გვინახია, ხო ვიძახი რა, ნავები არ გვინახია, არ დადის, იმიტომ რომ აკრძალულია და შესაბამისად ბადეებს, სახლართი ბადეებს პრობლემა არის უკვე მოგვარებული რა. წყალსატევებზე თუ ნავით ვერ შეხვედი, სახლართ ბადეს ვერ ჩააგებ, ხო? შესაბამისად ვერ ჩააგებ ბადეს, ვერ დაეჭერი მთებს, რომელიც შორს დგას. პატარა ბასიკი. მუშაობს ეს კანონი და შესაბამისად თევზი წყავთ. თევზი ყავთ იმდენი, აი აუარება თევზი ყავთ. აქვე მინდა იმის თქმა, რომ მე ხა ექსპერტი არ ვარ, რა თქმა უნდა, ეხტიოლოგი, მაგრამ ბევრი გამიგია, რომ აი დავშეთ ქორჭილა შეჭამს იმას, მტაცებელი შეჭამს იმას, ბასი შეჭამს. აი წყალსატევებში არის ბასი, დიდპირა ბასი, არის ფარგად შეყვანილი თევზია სხვათა შორის, არის ქარიკლაპია, არის ქორჭილა ჩვეულებრივი, ეს მტაცებლები მაქვს საუბარი, არის კალმახი და არის ლოკო, ლავი. მშვიდობიანი თევზებიდან არის მე რაც ვიცანი და ვიცი, ეს არის ნაფოტა, ეს არის კობრი და კიდე რა უამრავი თეთრი თევზი, რომელიც ვერ ვიცანი ფაქტურად რა იყო. აი გავდა ჩვენ რა გითხრა, ქაშაფს წააგავდა, მაგრამ ცოტა სხვანაირი იყო. ანუ რაღაც თეთრი თევზია და ძალიან ბევრი თევზია. ეს ნაფოტა არის უამრავი რა. ნაფოტა არის უამრავი, ჩანს ნაპირში როგორ დაცურავს, იჭერენ ფიდერით, იჭერენ ტივტივაზე. და რავი, კარპეტნიკები თევზაობენ ძალიან, მაგრამ ძალიან დიდი ზომის კარპი ყავს, მაგარი ზომის. ანუ იმის თქვა მინდა, რომ ეს თევზი ყველა ცხოვრობს, კი, ერთად ცხოვრობს და ერთმანეთს არ უშლის რა. პირიქით მეთევზეების მრავალფეროვნება და სხვადასხვა მეთევზი, ანუ სხვადასხვა სტილის მრავალფეროვნება, ეს მე მგონი ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტია და ერთ-ერთი მაგარი თემა ეს ტურისტული თევზაობის მხრივ. ბასიკ. ბასიკ ბუსიკ. აუცილებელი არის ჩემი აზრით ქვეყანას, ჩვენ საქართველოზე მაქვს საუბარი, ქვეყანას რომელსაც აქვს ამხელა რესურსი, წყლის რესურსი, სპორტული თევზაობა, უბრალოდ ტურისტული თევზაობა რო განვითარებული არ იყოს, ეს არის აი რავი, ძალიან დიდი დანაშაული რა. ჩემი აზრით უნდა განვითარდეს ეს დარგი ტურისტულ თევზაობას გულისხმობ, რომელიც ძალიან საინტერესოა და ძალიან დიდი შემოსავლის მომტანია ქვეყნისთვის ზოგადად რა. ესე იგი ორიოდე სიტყვით აღჭურვილობაზე რა ვთქვა. კი ჩანს იქ ვიდეოში, მაგრამ ჩვეულებრივი მე მაგალითად საქარიკლაპი აღჭურვილობა რაც მქონდა, ის წავიღე. უბრალოდ სატყვარებშია ცოტა სხვაობა. ბასის სატყვარები უფრო ძირითადი სილიკონებია, ჭიის ფორმის, დიდი სლაგები, ესეთი 5 ინჩიანი სლაგები, რომელსაც თავისთავად წონა აქვს, რომ შორს ისროლო რა. ნუ ვეკიქვი ამ მეთოდს, ჩანს იქ კადრებში, და ნახოთ წესით. არჩენ ისეთი არაფერი რა, ანუ ცოტა თავისთავად სანდო კოჭა, სანდო ჯოხი უნდა კონდეს, რომ ძლიერი თევზი ფორსირებულად გამოიყვანო, იმიტომ რომ იქ კლდეებია, ხეები არის და რვა შეგიძრეს რა. დასასრულს მინდა ესეთი ჩემი სურვილისავით არის. ჩემი რა ფედერაციის ზოგადად ბიჭების ძალიან დიდი სურვილი გვაქვს აი ასეთი თევზი ვიხილოთ ჩვენთან საქართველოში. რა თქმა უნდა, ეს არის მტაცებელი და თავისთავად ეს კვლევის შემდეგ უნდა მოხდეს, როცა მოხდება და მე დარწმუნებული ვარ, როცა იქნება ეს მოხდება, მისი შემოყვანა, იმიტომ რომ აუცილებლად საჭირო და სასარგებლო თევზია ჩვენი პირობებისთვის.
ძალიან მაგრა განავითარებს ტურისტულ თევზაობას საქართველოში ეს თევზი იმიტომ რომ სადაც რომელ ქვეყანაშიც კი გაუშვეს ყველგან განავითარა და ყველგან ძალიან დიდი პოპულარობა აქვს ამ თევზს. სასურველია რომ ეს რა თქმა უნდა მოხდეს მთავრობის სახელმწიფო დონეზე, სახელმწიფოს ჩარევით თავისთავად, იმიტომ რომ ხარჯებია აქ და კერძო პირი, კერძო ასეთი ენთუზიასტები, როგორი ჩვენ ვართ, ცოტა რთულია. პირველ რიგში ჭირდება ნებართვა, შესწავლა და რა თქმა უნდა შემდეგ უკვე დახურულ წყალსატევში გაშვება. ეს არის ჩვენი სურვილი, ჩვენი გეგმა, ასე ვთქვათ. ეს წასვლებიც თავისთავად კვიპროსზე ერთ-ერთი მიზანი ამ წასვლების არის დაზვერვა, შესწავლა ამ თევზის ტემპერატურული რეჟიმი, რა ტემპერატურებში ცხოვრობს, მერე ქვირითობს. ასე რომ ეს ყველაფერი არის ის წინაპირობა, ნიადაგის მომზადება, რაც შემდეგ აგვიადვილებს ამ თევზთან ურთიერთობას და ამ თევზის ჩამოყვანას, ასე ვთქვათ, და ადაპტირებას ჩვენ პირობებში. შვენიერი ქორწილა. რაზიანი ზოლიანი. შვენიერი. ძვირფასო მაყურებლებო, იმედი მაქვს მოგეწონათ დღევანდელი ჩვენი გადაცემა. პირველ რიგში მადლობა მინდა გადაუხადოთ ერთად ლევანს. მადლობა ლევან, ესეთი საინტერესო ამბებისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ წარმატებული იქნება კიდევ და კიდევ შენი გასვლები და მე იმედი მაქვს, რომ დღეს რაზეც ლევანმა ისაუბრა, ამას შესაბამისი უწყებები გამოგვეხმაურებიან და მიაქცევენ ყურადღებას სათევზაო ინდუსტრიას, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან ბევრი ტურისტი ჩამოვა, დარწმუნებული ვარ საქართველოში, იმიტომ რომ გვაქვს ჩვენ ამის შესაძლებლობები, რომ განმოვითაროთ ეს სტილი. ამით მინდა რომ ნელ-ნელა დაგემშვიდობოთ, როგორც ყოველთვის წარმატებული თევზაობა გისურვოთ და მოგიწოდებთ ყველას, რომ თუ მოგეწონათ ჩვენი გადაცემა, აუცილებლად დააკომენტარეთ, კითხეთ თუ რაიმე გაინტერესებთ. ჩვენ რა თქმა უნდა კონტაქტზე ვართ ლევანთან და თუ ვინმეს რაიმე გაინტერესებთ, ყველაფერს დეტალურად მოგახსენებთ. ეხლა კიდევ დაგემშვიდობებით და მომავალ შეხვედრამდე. აბა ნახვამდის. ახაც კაი დაჭდა. კალმახი დაჭდა კიდე ბიჭო. კალმახი დაჭდა გავგიდი. ციდაზე ზაგდავიჭირი და ვერ გადავიღე და ეს გადავიღე. რა კალმახია. მაგარი ზომა. მეთქი დიდი ბასია გამიხარდა. აი. წინა დაჭერილი რაც წავიღე, ის ჯერ არ გვიჭამია. ასე რომ ამის წაღებას აზრი არ აქვს. არ უნდა იყო ხარბი ადამიანი. რაც არ გჭირდება, არ უნდა იყო. დადი. დავიდა. გაიზდება ვიღაცა დაიჭერს, გავხარდება.